სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მშვიდობა თქვენ და თქვენ სახლს, მეგობრებო, ყველას მოგესალმებით, ღმერთმა გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ. აღმოყვანება ნაწილთა წმინდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე უქროპირისა კომანიდან კონსტანტინოპოლში 438. მეგობრებო, მსოფლიო ეკლესიის დიდი მოძღვარი იოანე უქროპირი 407 წელს გარდაიცვალა ქალაქ კომანში. გადასახლების ადგილისაკენ მიმავალ გზაზე ქრისტიანული ზნეობის მტრებთან შეუპოვრად მებრძოლ იოანეს ბევრი მტრობდა. მის მტრებს შორის ერთი მეტისმეტად ძლიერი იყო დედოფალი ევდოქსია. სწორედ მისი დაჟინებით ჩამოეცილეს წმინდა მღვდელმთავარი სამწყსოს. იოანე უქროპირის უჟამო სიკვდილმა მეტად დაამწუხრა ქრისტიანება. მათ კონსტანტინოპოლის პატრიარქს პროკლეს სთხოვეს მეფესთან აღეძრა შუამდგომლობა წმინდა მამის ნაწილების კონსტანტინოპოლში გადმოსვენების შესახებ. ევდოქსიას ვაჟმა იმპერატორმა თეოდოსი მეორემ თანხმობა განაცხადა, მაგრამ კომაში სიწმინდის ჩამოსასვენებლად გაგზავნილება მღვდელმთავრის კუბოს ძრას ვერ უყვეს. იმპერატორი მიხვდა თავის შეცდომას და დაწერა ეპისტოლე, რომელშიც წმინდას თავისი დედისა და საკუთარი ცოდვების მიტევებას სთხოვდა. როცა ეპისტოლე წმინდა კუბოსთან წაიკითხეს, ის შემსუბუქდა და ადვილად ასწიეს. იოანე უქროპირის ნაწილების გადასვენება კომანიდან კონსტანტინოპოლში 438 წელს მოხდა. სიწმინდე დიდმოწამე ირინეს სახელობის ტაძარში დაასვენეს, როცა პატრიარქმა ლუსკუმა გახსნა, მღვდელმთავრის ცხედარი უხრწნელი აღმოჩნდა. მეგობრებო, მეფემ მუხლი მოიყარა და ესე იგი მის წინაშე და ცრემლებით ითხოვა შეწყალება. დილით კუბო წმინდა მოციქულთა ტაძარში იქნა გადასვენებული, მრევლმა შეძახა, მიიღე შენი ტახტი, მეუფე. პატრიარქმა და კუბოსთან მდგარმა ღვთისმოსახურებმა კი დაინახეს, რომ მღვდელმთავარმა ბაგეები გაახსნა და წარმოთქვა მშვიდობა ყოველთა. წმინდათა ცხოვრება ტომი პირველი. მეგობრებო, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დაგლოცოთ. ჩვენ ეხლა ვართ, ეს კვირა არის უძღებიშვილის კვირა და მოვემზადოთ, ესე ვთქვათ, მოსამზადებელი პერიოდი არის, დიდი მარხვის, მძიმე აღდგომის მარხვა, ხო, ჩვენ ვიცით და რაც ვერ ასე ვთქვათ დაუძლიეთ, ვერ მოვერიეთ, ასე ვთქვათ, ცოდვებს, ხო, ძველ პროსტად წინა აღდგომის მარხვაში, ეხლა გავაკეთოთ ესა. ჩვენი ძალები თუ შევძლებთ, ვერ შევძლებთ, უნდა შევთხოვოთ, თხოვოთ უფალს, რომ მოგცეს ძალა, რომ დაუძლიოთ ესა თუ ის ცოდვა. აქვე მინდა გითხრათ, რომ ესე იგი ღვთისწყალობით ღმერთო მშვიდობა ქნას და შეწევნით მთელი მარხვის ესე თქვა პერიოდში განმავლობაში მე ავტვირთავ ხოლმე ვიდეოს, თქვათ, როდის არის იქნი გარდაცვლილ მიცვალებულთა მოსახსენებელი დღეები, თქვათ, ყოველდღე ავკრიფავ ხოლმე, დავდებ უпростоრად ვიდეოს თუ რა წმინდანის და რომელი დღესასწაულია, თქვენ იცით, რომ ყოველი კვირა დღეს არის დღესასწაული, ხო, იქ მართლმადიდებელი ზეიმი, ჯვრის თაყვანისცემა, ხო, გრიგოლ პალამასენება, მარია მეგუტელის და ასე შემდეგ. შემდეგ ბზობა, ხო, ჩვენი უფალი იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში და მოკლედ ერთი სიტყვით მთელი მარხვის განმავლობაში მე ავტვირთავ ხოლმე ვიდეოს და გამოიწერეთ, დიდი თხოვნა არის, რომ გამოიწეროთ არხი, რომ არ გამოტოვოთ, ასე ვთქვათ, სულიერი ყოველდღიური საზრდო და ასევე გააზიარეთ ვიდეო, რომ ბევრმა ჩვენმა ემიგრანტებმა და ქართველებმა, ასევე საქართველოში ცხოვრობს, მოусმინოს და ესე ვთქვათ, რაც ბევრი და მეტნი ვიქნებით, უფრო კარგია, რა თქმა უნდა. ღმერთმა დაგლოცოთ და შეგიწიროთ ეს პატარა ღვაწლი, რამე თუ
როდესაც თქვენ აზიარებთ ვიდეოს, ხო, და უსმენს სხვა ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს დიდი მადლი არის და ღმერთმა შეგიწიროთ